მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. პროტესტის მე-15 დღე თბილისში მსვლელობა IT-ის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა გამართეს. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ ესალმება აქციის მონაწილეებს ცნობილი ჯაზ-მომღერალი გიული ჩოხელი. აქ პრობლემა ხელისუფლებას რაც შეექმნა არის ის, რომ ეს არ არის ხო რაღაცა ერთი პარტიის ან რაღაცა კონკრეტული ლიდერის ქვეშ რაღაცა მოქცეული ერთი აქცია. ეს არის ყველანაირი ადამიანი არის გამოსული. შესაბამისად არ იციან ვინ არის ლიდერი, მარტივი იქნებოდა ლიდერი რო იყოს, და დაიჭერდნენ ლიდერს და დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ არ აყავს ამ აქციას და შესაბამისად უწევთ ყველას დაჭერა, ვინც თვალში ხდებათ იმისთვის, რომ დააშინონ სხვა ახალგაზრდები და სხვა ადამიანები, რომელსაც აქვთ პროტესტის სურვილი. მე ყოველდღიურად რაც აქვთ გავარ ამ აქციებზე, ყოველდღიურად ვაჟღერებ და ყოველდღიურად ჩემი პირველადი მოთხოვნა არის უკანონოდ დაკავებული პატიმრების გამოშვება და ძალიან მიხარია, რომ დღეს რაღაც ვცდილობთ, რომ უკვე ნელ-ნელა რას ინფორმაციას ასაც ვიძიებთ, ყველას სახელი გაჟღერდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ ის, რომ ეს არის თანაბარი ბრძოლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 6 დეკემბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ის შიმშილობდა. მასთან ერთად შიმშილობა დაიწყო მისმა დედამაც. სწორედ დედამისის თხოვნით და დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეწყვიტა მან შიმშილობა. ადვოკატის განცხადებით პოლიციელები მას ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ცრუ ჩვენების მიცემას. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი რევაზ კიკნაძის მშობლებს ილია კიკნაძეს და მაია ლეკიშვილს ესაუბრა. ნახოთ კომენტარი. კი განვიცდი ძალიან რომ ჩემი შვილი ეხლა იზოლატორში იმყოფება, ყველაზე მეტად მე განვიცდი, იმიტომ რომ სულ ჩემ გვერდით იყო ჩემი შვილი და ხამეც არ მძინავს, სულ ცრემლები მომდის და გადმოვხედავ ხოლმე ჩემი შვილს საწოლს და რომ მეგულება რომ საწოლში წევს ჩემი შვილი და რომ ხედავ რომ არ არის, ძალიან განვიცდი, მაგრამ მაინც ამაყივარ მე ჩემი შვილით, ამაყივარ რომ ჩემი შვილი ისეთი საქმისთვის არის იმ იზოლატორში, რომ პატრიოტია ჩემი შვილი და სიამაყე გამაჩნია მე და მექნება და ხალხო, ნუ იქნებით ცრუ ხალხს, ნუ მოусმენთ, ცრუ ინფორმაციებს, ნუ გაიზიარეთ და ნუ გონიათ რომ ეს ახალგაზრდები ტყუილად არიან იქ, ესენიც პატრიოტები არიან, ვინც არიან, ყველა ჩემი შვილის ტოლები თუ უფროსები თუ პატარები, ყველა ქვეყნის გულისთვის, ქვეყნისთვის იბრძვიან და უნდათ რომ სიმართლე გაიმარჯვეს ამ ქვეყანაზე და ყველაფერი კარგად იყოს, რომ ევროპაში შევიდეთ და ევროპული ცხოვრება უნდა ახალგაზრდებს და ყველას გირჩევთ, რომ დაუჯეროთ ამ ახალგაზრდებს და ვინც სახში ხართ, ვისაც არ გჯერათ და ვინცაც არასწორი ინფორმაციები აქვთ, მოისმინოთ და ჩემგანაც გირჩევთ, რომ ამ ახალგაზრდებს მოусმინოთ და დაიჯეროთ ყველაფერი და ეს ყველა ახალგაზრდა ვინც აქციაზეა, ყველა არის პატრიოტი და გეამაყებოდეთ. რაც მე იქ ნახულობ, ეს არის ამაზრზენი. მე გუშინწილი კადრები მაჩვენეს იმ წაღჩეულ ჟურნალისტს, არ ვიცი ღმერთო მაპატიეთ, მაგრამ იმ ბიჭს თავიება თუ რიყის სხვა ეს ურტყავდნენ, ის თავი თუ არ გასწდებოდა. მარტო მე კი არა, ყველა შეძურწულია დედები ხალხი. რა უნდა მოუწოდო, როგორ ცემენ უმოწყალოდ
გინდა მოხუცი იყოს, გინდა ახალგაზრდა, როგორ შეიძლება ასე გამეტებით? ჩვენი ნამონაგარი და ნაბრძოლარი გაგვინიავეს. ჩვენ მოვიპოვეთ ეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიდე ეს საქმე. ჩამოვიდა შევარდნაძე, სამოქალაქო ომი, მოვიდა მიშა თავბირის წრევა და მე ვიტყვიო, შვილებო, 33 წელია ვჭამთ ქართველები ერთმანეთს. ეს არ მინდა. შევრიგდეთ, დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდაზე, გავერთიანდეთ და იმათაც შევაგნებიოთ, რომ სამშობლო თქვენიც არის, მარტო ჩვენი არ არის. და მე მუშაკ ლეხი კაცი ვარ, აი წეხანაც ამბობდით ფულიო, მე თუ ფულს ოფლი არ დავაწვეთე, ვერ შევიგნებ, ამოჯახ ის არ შემოვა. მუშა მიმუშავოს. მეპურემ პური გამოაცხოს ამ ქვეყანაში, მედოლემ დოლი დაუკრას და ხალხი გამხიარდლოს ქორწილებში. ყველამ ვაკეთოთ ერთიანად ჩვენი საქმე და მე მოუწოდებ ყველა, შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და იმის თქმა მინდა დღევანდელი ახალგაზრდა თაობა ისეთი მოდის, ვერ მოატყუებს ვერავინ და ვერ შეაშინებს, ეს იცოდეს ყველა. 2023 წელს საქართველოში ემიგრანტების რაოდენობამ გასულ წელთან შედარებით 97%-ით იმატა. მონაცემები სტატის ბოლო ანგარიშია მოყვანილი. არალეგალური მიგრაციის რისკები და ლეგალური პროცესები. საკითხზე დღეს ახალციხეში ზრდასრულთა განათლების ცენტრში ისაუბრეს ნინო ხუნძაყიშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, გვეუბნება, რომ მათი ცენტრები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მდებარეობს, რომლებიც კონსულტაციას უწევენ და ეხმარებიან არალეგალურ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში. შეხვედრის მიზანი არის ზოგადად, რომ ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა უვიზოთ მოგზაურობა ევროკავშირის ქვეყნებში, თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა, ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობების, სწავლების შესაძლებლობები და ასე შემდეგ. თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები, როცა ან თუ მიიღებენ უარყოფით პასუხს იმ ქვეყანაში, შეუძლიათ მიმართონ ჩვენი ორგანიზაციის იმ ქვეყნის მისიას და მოითხოვონ ნებაყოფლობითი დაბრუნება, ეგრეთ წოდებული სტოპით დაბრუნება. ამ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს ამ ადამიანის ბილეთის შეძენას, სამგზავრო ბილეთის შეძენას და მის უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში. რიგ შემთხვევებში არის, როდესაც ატანენ სარეინტეგრაციო დახმარებასაც კი, რომელსაც უკვე გამოიყენებენ ჩვენი საქართველოს მისიის დახმარებით. მოლდოვის არჩევნები, რეფერენდუმი და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები. გთავაზობთ მოლდოვის ვიცე-პრემიერის ინტერვიუს. სტუდია ვაშინგტონში. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TalkTV.G და Facebook გვერდს TalkTV. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე. მინისტრო, მადლობა ამერიკის ხმაში მოსვლისთვის. ვაშინგტონში არჩევნებიდან დაახლოებით 1 თვეში ჩამოხვედით. არჩევნებიდან, რომლის შედეგსაც ევროპაში ბევრი სუნთქვა-შეკრული ელოდა. პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ მისმა გუნდმა უსამართლო ბრძოლაში პატიოსნადი ბრძოლა და გაიმარჯვა. გითხარით, რატომ იყო ეს უსამართლო ბრძოლა და როგორ მოახერხეთ გამარჯვება? ეს ნამდვილად რთული კონკურენცია იყო. ეს იყო კრემლისა და მისი სატელიტების მხრიდან თანამედროვე დემოკრატიაზე თავდასხმა, მაგრამ მოლდოველმა ხალხმა აჩვენა გამძლეობა. პრეზიდენტმა სანდუმ კი დაარწმუნა მოლდოველი ამომრჩეველი, რომ ჩვენი კურსი ევროპული ინტეგრაცია უნდა გავაგრძელოთ, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, დემოკრატიისთვის და ამას მოლდოველმა ხალხმაც უპასუხა. ეს არ იყო ადვილი. სინამდვილეში ჩარავის და რუსული ჰიბრიდული ტაქტიკის მასშტაბი, რაც მოლდოვაში გამოიყენეს, საკმაოდ მძიმე იყო. მოლდოვა რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკისთვის ერთგვარი საცდელი ველია. ამ ყველაფერს გაუძელით და გზა გავაგრძელეთ. შევძელით, რომ პრეზიდენტის სანდუ თავიდან აერჩიათ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დემოკრატიულ გარემოში მოქმედი პრეზიდენტი თავიდან აერჩიეს, მიუხედავად იმისა, რამდენი გამოწვევა ჰქონდა საზოგადოებას, მათ შორის ინფლაცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. მოლდოვა უკრაინაში ომით ყველაზე მეტად დაზარალდა და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოლდოვის საზოგადოებამ აერჩია დარჩეს არჩეულ კურსზე და უერთგულოს ჩვენს ამბიციას, ერების ევროპულ ოჯახში დაბრუნების ამბიციას.
გააგრძელოს ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციის გზა, კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და პრეზიდენტ სანდუსთვის მეორე ვადის მინიჭება. ეს ძალიან გვახარებს, მაგრამ სამუშაოც ბევრი გვაქვს. ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა უზრუნველყოთ, რომ არ ვიქნებით იგივე მასშტაბის ჩარევის პირისპირ, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებულები და გავუძლოთ ან გავუმკლავდეთ საფრთხეებს. თქვენ მოლდოვის არაერთი გამოწვევა ახსენეთ, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გართულებული მდგომარეობა და პრობლემები, რომელთა გამოყენებასაც კრემლი ცდილობს. საპრეზიდენტო კანდიდატების ხმებს შორის განსხვავება საკმაოდ მცირე იყო. პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ მას ესმის იმ ხალხის ხმა, ვინც მხარი არ დაუჭირა და ამაზე იმუშავებს. რა აჩვენა ამ შედეგებმა? საკმარისად სერიოზულად იყო თუ არა აღქმული რუსეთის გავლენის შესაძლო მასშტაბი და რა საკითხებზე სჭირდება პროდასავლურ მთავრობას ხალხთან მეტი მუშაობა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კრემლი ძალიან დიდი ძალისხმევით მუშაობს, არის ომის შიში და მასზე შფოთვა. ერთ-ერთი ის ნარატივი, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ ისაა, რომ მოლდოვის მისწრაფება და ამბიცია იყოს ევროკავშირის, თავისუფალი სამყაროს ნაწილი, როგორღაც ომს გამოიწვევს. სიმართლისგან ამაზე შორს ვერაფერი იქნება. უკრაინაში ომი მხოლოდ და მხოლოდ კრემლის არჩევანია. მხოლოდ კრემლის გადაწყვეტილებით დაიწყო და ნებისმიერ დღეს შეიძლება ასევე შეწყდეს. და რეგიონში, მათ შორის მოლდოვაში, ამ ომის შიშის ტაქტიკად გამოყენება წარმოუდგენლად ცინიკურია. თუმცა ამავე დროს არც მაინც და მაინც ახალი. ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად შევძელით ჩვენი მოქალაქეებისთვის იმის ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენი ტრადიციული პარტნიორებისთვის, ამერიკისთვის, ევროკავშირისთვის სანდო პარტნიორად ყოფნა მოლდოვის უსაფრთხოების გარანტია. ესაა კეთილდღეობისა და განვითარების გარანტია. მოლდოვის მოქალაქეთა უმრავლესობას ეს ესმის, მაგრამ რა თქმა უნდა, კვლავ ბევრია პროპაგანდის მსხვერპლი და ჩვენ გულმოდგინედ უნდა ვიმუშაოთ ამ საფრთხესთან გასამკლავებლად, ისე როგორც დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება. საქართველოში არჩევნების შემდგომ შექმნილ მდგომარეობას მოქალაქეთა პროტესტს და ამ პროტესტზე ძალისმიერ რეაგირებას გამოეხმაურნენ მოლდოვის პრეზიდენტი და პრემიერი. პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ ქართველებს ევროპულ მომავალს ვერავინ წაართმევს. პრემიერმა კი განაცხადა, რომ კიშინიოვი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. თქვენ რას ფიქრობთ, რა და რატომ ხდება ახლა საქართველოში? ნამდვილად სამწუხაროა ამ ესკალაციის, კონფლიქტის ხილვა, მაგრამ ამავე დროს გვესმის, რომ საქართველოს ხალხს აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს. ისევე როგორც მოლდოველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ევროპის ნაწილად ყოფნა სურს. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია თავისი მომავალი და ჩემგან შიდა საქმეებზე კომენტარის გაკეთება უადგილო იქნება. მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ძალიან გვაღელვებს, რა მოხდება ჩვენი მეგობრის თავს. ძალიან მტკივნეულია ამ ესკალაციის ნახვა. ქართველი მეგობრებისთვის მხოლოდ საუკეთესო გვსურს. ცხადია, გვინდა რომ ისინი ჩვენთან ერთად ევროკავშირის წევრებად ვიხილოთ, თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეების ხმა შესმენელი იქნება, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანია სწორედ ის, რომ მოусმინოს შენს მოქალაქეებს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის არჩევანის მხარდაჭერას. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ოფიციალურ პირებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს. სანქციები გამოაცხადა უკრაინამაც. როგორ ფიქრობთ, როგორ გაგრძელდება მოლდოვა-საქართველოს ურთიერთობები და რას შეიძლება ველოდოთ თქვენი მთავრობისგან? ჩვენ ნამდვილად უმკაცრესად დავგმეთ ძალადობა. ძალადობა არასდროსაა პასუხი. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს დემოკრატიულ პროცესს, დემოკრატიული წესებით მოქმედებას. ძალადობას ამ კონტექსტში ადგილი არ აქვს. ჩვენ გავაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას და ჩვენს პოზიციებსაც შესაბამისად შევცვლით. როგორც გითხარით, ქართველი ხალხისთვის მხოლოდ საუკეთესო სურვილები გვაქვს. რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ ევროპული ერების ოჯახში. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია.